მშვიდობის საპირდაპირ ეთერში ადილის მთავარი 11 საათზე მე ნინო სამყურაშვილი ვარ და ახალ ამბებს გაგაცნობთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი ამ წუთებში იწყება. ნიკა მელიას საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან დილიდან იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, მობილიზებულია პოლიციაც. დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ოცნების მართული სასამართლო. ნიკა მელიას დღეს გახდება ცნობილი მისი უკანონო პატიმრობის დასრულებაზე ან მის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა გამოაცხადოს. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 5 დღეში 17 აპრილს იწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს. ჩვენი კორესპონდენტი ქეთა ციცქიშვილი გააშუქებს დღეს ნიკა მელიას პროცესს და ის საქალაქო სასამართლოდან ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. დიახ, ნინო, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პროცესი, ჯერჯერობით მხარეები დარბაზში არ შესულან, თუმცა ნიკა მელია უკვე არის საქალაქო სასამართლოში და რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია რომ მიემსჯელოს აღკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ამასთან დაკავშირებით ვკითხეთ ჩვენ მელიას ადვოკატს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა საქალაქო სასამართლოში. გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ისინი მოითხოვენ დღეს ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, დარჩეს ის აღკვეთის გარეშე, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია წინა პროცესზე მათ გააჟღერეს, რომ ისინი კვლავ მოითხოვენ გირაოს. ადვოკატების თქმით, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და შესაბამისად ისინი დღეს მოითხოვენ, რომ დარბაზიდანვე გაათავისუფლონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. ალბათობით მოსამართლე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების განგზობადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს კიდევ ერთხელ აღნიშნავ პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასული არის სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდება მოსამართლის მიერ. მოლოდინი იმისა რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ მაქვს, ვინაიდან რა თქმა უნდა ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ცალსახად იქნება გონივრული გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელიას არის პოლიტიკურ პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურ პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს არ არსებობს. ეს არის ზუსტად აღკვეთის ღონისძიების მიზნები და ვერავინ ვერ დაარწმუნებს სასამართლოს და ვერც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ობიექტურად არის განწყობილი, რომ ნიკა მელიას სადმე გაქცევას აპირებს ან სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში. აღკვეთის ღონისძიების მიზნები ემსახურება, რომ ბრალდებული არ მიიმალოს და არ ჩაედენოს ახალი დანაშაული და ამის რისკი არის ნულოვანი. ამიტომაც ჩვენი პოზიცია, რომ ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება ნებისმიერი სახის და იგი უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება ახლა პროკურატურის პოზიციას, პროკურატურა მთელი ამ 2 თვის განმავლობაში აფიქსირებდა პოზიციას, რომ თითქოს და მათი თვითმიზანი ნიკა მელიას პატიმრობა არ არის და ისინი თანახმანი არიან გირაოზე, თუ კი ამის სურვილი ექნება მელიას, ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად ტყუილი პროპაგანდა, ეს არის სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებები. თუ კი პროკურატურა თვლის, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაოს ქვეშ შესაძლებელია პირის ბრალდებულის ყოფნა, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იშუამდგომლობენ ამასთან დაკავშირებით და ისმის კითხვა რატომ არ აკეთებენ ამას. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას და მოსამართლეს შეუძლია შემდგომ იმსჯელოს და მისცეს ვადა, მაგალითად მელიას დამატებით რაღაც ვადა ერთვიანი ან 50 დღიანი ვადა გადახდეს ან რაღაც აღკვეთის ღონისძიების დამატებითი შემზღუდავი ღონისძიები დაუწესოს. ყველა შემთხვევაში იქნება ეს მოსამართლის მიერ აბსოლუტურად გაუქმება აღკვეთის ღონისძიების, თუ იქნება კვლავ გირაოს გამოყენება, ეს გამოიწვევს მელიას გათავისუფლებას პატიმრობიდან. აქ ეზოში დილიდან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, იმიტომ რომ აქ ნიკა მელიას მხარდასაჭერად მოსულები არიან როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტებიც. დავით ჭიჭინაძე არის ჩემთან ერთად ახლა და მას ვკითხავთ. ბატონ დავით, რას ფიქრობთ და რა მოლოდინი გაქვთ დღევანდელი პროცესიდან, იმიტომ რომ ვიცით რომ აღკვეთი უნდა გადაისმინოს. აი თუ ელოდებით რომ გამოუშვებენ ნიკა მელიას დღეს. მე ვფიქრობ საღიაზრი მაინც გაიმარჯვებს და ის საუბარი რომ გადაიხადოს გირაო, რასაც ამდენი ხანი გვეუბნება ქართული ოცნება,
ალბათ რაღაც გარკვეულწილად მოსამართლეებისთვის გარკვეული მესიჯის შემცველია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ნიკა მელიას არ აქვს გირაო შეფარდებული და ამ სხდომაზე იმედია, რომ ალბათ შეცვლიან ამ კეთონიზებას გაცილებით უფრო სუსტ და რაღაც დადებითი გადაწყვეტილებას მიიღებენ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა მელიას არ დაბრუნების შემთხვევაში მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ ხედავთ, რომ პროცესი მოლაპარაკების არის ჯიხში შესული და თუ ვინმე შეუძლია გარკვეულწილად ამ მოლაპარაკების წარმართვა წარმატებისკენ, ანუ კრიზისის განმუხტვისკენ, ეს ნიკა მელიას მონაწილეობით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მოხდეს, იმიტომ რომ ძნელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სხვა მთავარი პოლიტიკური ძალის ლიდერი იჯდეს ციხეში და მის მაგივრად ილაპარაკო და მის მაგივრად რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო. ძალიან დიდი მადლობა. ასე ფიქრობენ პოლიტიკოსები, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება არის იმიტომ აუცილებელი, რომ დაждდეს ის მოლაპარაკების მაგიდასთან და ასე ვთქვათ, წინ წავიდეს ეს მოლაპარაკებები. ნაციონალური მოძრაობის წევრი დიტო ჩომახიძე იმყოფება ჩემთან ერთად და მასაც ვკითხოთ, თქვენ რას ფიქრობთ, რა მოლოდინები გაქვთ თუ გაათავისუფლებენ დღეს მელიას და კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რატომ არის ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესი? ძნელია პროგნოზირება, რა მოხდება დღეს სასამართლოზე, მაგრამ მე მაინც იმედს ვიგონებ, რომ ნიკა მელია გამოვა გარეთ. ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი და ძალიან მძიმე ზარალს აყენებს ზოგადად ჩვენ მდგომარეობას საქართველოში. ნიკას გარეშე ნებისმიერი მოლაპარაკება რთულდება და ეს ადამიანი რომ სანამ იქნება ციხეში, ეს მოლაპარაკება იქნება ჩიხში. სასტრაფოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ჩვენ უნდა გქონდეს საშუალება ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ უმძიმეს მდგომარეობიდან, რაც არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ძალიან დიდი მადლობა. გიგი უგულავა მოვიდა ახლა აქ სასამართლოში. ბატონო გიგი, პირდაპირ ეთერში ვართ. მოკლედ რომ გითხრათ, რა მოლოდინები გაქვთ დღეს ამ პროცესთან დაკავშირებით, გამოუშვებენ თუ არა ნიკა მელიას დღეს? მოლოდინი უმადური საქმე ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება, იმედი და სურვილი მაინც მაქვს. უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი მე არ მაქვს. ფაქტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო დაჭერაც და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გამოშვება. მოსამართლე ამ შემთხვევაში მხოლოდ იმაშობა. და სხვა შორის გამოჩნდება ასევე ის ტყუილი, რომელსაც პროკურატურა უკვე ორი თვე კულტივირებს. ამიტომ პროკურატურამ თუ პატიმრება მოითხოვა, გამოჩნდება რომ აქამდე იტყუებიან, რომ იძახიან, რომ ნიკას ხელშია მისი გასაღები და როცა უნდა გამოვა და ჩვენ არ დაგვიჭერია, გამოჩნდება. თუ პროკურატურამ მოითხოვა ის, თუ პროკურატურამ გირავა მოითხოვა, სასამართლოს ერთადერთი ექნება შესაძლებლობა გამოუშვას და მე დაელოდოს გირავის გამოშვება. ამიტომ გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს სამართლებრივად, მაგრამ აქ სამართლებრივი პროცესი სამწუხაროდ არ არის. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მოისმინეთ, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ რა თქმა უნდა აქ სამართლებრივი პროცესი არ არის, მოსამართლე გამოაცხადებს წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქართული ოცნებისგან ნაკარნახევი, შესაბამისად სამართლებრივ აი ამ ყველაფრის გამო ისინი ვერ აკეთებენ ზუსტ პროგნოზს და მოლოდინებზე ზუსტად ვერ საუბრობენ. საალუ დუმაშვილი იმყოფება ახლა ჩემთან ერთად და მასაც ვკითხოთ, გასაგებია რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების დაწერილი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს დღეს მოსამართლემ. აი ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ, რა აწყობს ქართულ ოცნებას, მაშინ აწყობს რომ ნიკა მელია იყოს გარეთ თუ იყოს ისევ ციხეში, იმის გათვალისწინებით, რასაც ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები? ეხა ორივე გადაწყვეტილება მისთვის თავის ტკივილი არის, ბუნებრივია. ეხა ნიკა მელია ციხეში ეს ნიშნავს, რომ ყოველი დღე, რაც ნიკა მელია ციხეში იქნება, ეს იქნება წნეხის კიდევ უფრო გაძლიერება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ყველა მისი დაკავების დღიდან ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ნიკა მელია არის ამ ხელისუფლების პოლიტპატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს ისევე როგორც უნდა გათავისუფლდეს სხვა პოლიტპატიმრები და რა თქმა უნდა გიორგი რურვაზე აქვს საუბარი. და მეორე არის რა თქმა უნდა თავისუფლებაზე მყოფი ნიკა მელიას დიდი თავის ტკივილია ხელისუფლებისთვის. ეხა მათი გადასაწყვეტია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია ახლა სხვა ოთახში და სხვა კაბინეტში იქნა მიღებული და ახლა მოსამართლემ უბრალოდ ამის გახმოვანება უნდა გააკეთოს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. ყოველ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ეს იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი. ნებისმიერი გადაწყვეტილება რამდენად მზად არის ხელისუფლება, რომ დაიძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ან არ გათავისუფლება იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი იმისა, თუ საით მიდის, საით მიყავს ხელისუფლებას ეს ქვეყანა, მიყავს სრულ დიქტატურამდე თუ მიყავს იქამდე, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ეს პოლიტიკური კრიზისი და დავძლიოთ ის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში
და შესაბამისად რა თქმა უნდა ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. როგორც გითხარით, აქ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და კოტე კემულარია იმყოფება. ახლა ჩემთან ერთად მასაც ვკითხავთ, ბატონო კოტე, თქვენ რას ფიქრობთ? რთული ალბათ მოლოდინებზე საუბარი ამ პირობებში, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ, რა მოხდება დღეს, უნდა გამოუშვებენ თუ არა მელიას და რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესებისთვის? თავად პოლიტიკური ლოგიკაც სამართლებრივი ჩარჩოს ითხოვს, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. ყველაზე სწორი იქნება, რომ დარჩეს ის საერთოდ აკვეთი ღონისძიების გარეშე ეს ყველაზე კარგი სახის შენარჩუნება იქნებოდა ხელისუფლებისათვის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი ამას ვერ გაბედავენ, იმიტომ რომ მათ სიმართლის ეშინიათ, მათ ანალიტიკური უნარის მოჩლუგებული აქვს და ფაქტობრივად ვერც გრძნობენ იმ კრიზისს, ვერ გრძნობენ იმას, რა შეიძლება მოყვეს ამ კრიზისს, ხომ მათ ეუბნებიან ევროპიდანაც, ამერიკიდანაც, რომ სხვა სიტუაცია, რეგიონში სხვა სიტუაცია, უკრაინაში ხედავთ ხო რა მზადდება და როგორი რთული სიტუაცია და აი ასე დროს ჩაჯინება ამაზე, რომ უდანაშაულო კაცი, ლიდერი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გიზის ციხეში არა აბსოლუტურად არასდროს ფლასოვანი მტკიცებულებებით, რომელიც არ არსებობს, ეს უგუნურება რა თქმა უნდა ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. აქ პოლიტიკოსების გარდა იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც უჭერენ მხარს ნიკა მელიას და ითხოვენ მათ გათავისუფლებას. ნიკა ფარულავა არის ჩემთან ერთად, რომელსაც ვკითხავთ, აი რატომ ხარ დღეს აქ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი და რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი? ხო, ტელევიზიების საშუალებით ჩვენ ვნახეთ ხო სატელეფონო ჩანაწერი ინტერვიუ სერგეი გავრილოვის, რომელმაც პირდაპირ მისცა დაკვეთა იმის, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები უნდა დაესაჯათ და ერთ-ერთი იყო ნიკა მელია. პირდაპირ ამის დაკვეთა განახორციელა. ნიკა მელიას დაკავებით ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრილოვი გვიდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ის იღებს სასამართლოში გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ მისი დაკავება ნიშნავდა 20 ივნისის ღამის თითოეული დემონსტრაციის მშვიდობიანი დემონსტრანტის დასჯას. ამიტომ ნიკა მელიას გამოშვება იქნება ერთგვარი ბიძგის მიმცემი იმის, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაციის პროცესი დაიწყოს და შეწყდეს პოლიტიკური დევნა, მათ შორის გიორგი რურუას გამოშვებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნება უკვე ნელ-ნელა იხდის იმ პოლიტიკურ ფასს, რომელიც ნიკა მელიას, გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების შეძენით ქვეყანა შეძინა და ძალიან ცუდად დაამთავრებს. იმაზე ცუდად ვიდრე წარმოუდგენია და ეს ყველაფერი იქნება დამაზიანებელი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დამღუპველი მათი პოლიტიკური კარიერისთვის. ძალიან დიდი მადლობა. სამოქალაქო აქტივისტებიც როგორც გითხარით აქ არიან, აი ხედავთ თქვენ პირბადეებზე წარწერებსაც მელიას მხარდასაჭერს, აი თამუნა კორძაიას ხედავ და მასაც ვკითხავ, ეხა მოდიან ნელ-ნელა უერთდებიან პოლიტიკოსები აი ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოს ეზოშიც, მათ შორის იმიტომ რომ ისინი აქელოდებიან სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბატონ თამუნა, თქვენ რას ფიქრობთ? აი დღე როგორ განვითარდება, გამოუშვებენ თუ არა ნიკა მელიას და რამდენად აწყობს ეს ხელისუფლებას, რომ ის გარეთ იყოს? ამ ქვეყანაში სამართალი რო არსებობდეს, ნიკა მელია ეხლა განსაზღვრულ სკამზე არ უნდა იჯდეს და საერთოდ ამ სასამართლოში არ უნდა იყოს ამ შენობაში, მაგრამ თავარი მოლოდინი ჩვენი ის არის, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მარტო იმას გააკეთებს, რაც მისთვის არის პრაგმატული და ამას აკეთებს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, თორე ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ამ წუთას დადგება დღეს ამ სასამართლოში, ეს არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ განსაზღვრული. ძალიან დიდი მადლობა. უსმენდით თამუნა კორძაიას, თქვენ აი ლევან სამუშია არის ასევე აქ, რომელიც მოვიდა საქალაქო სასამართლოში. შეგვიძლია მასაც დაუსვათ რამდენიმე კითხვა აი ამ პროცესებთან დაკავშირებით. გასაგებია რომ არ არის სამართლიანი ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა ამ შემთხვევაში, რა მოლოდინი გაქვთ დღეს აი რომ ვილაპარაკოთ სამართლებრივი კუთხით თუ არის რაიმე შანსი მაგალითად რომ ის კიდევ პატიმრობაში დადავან? სამართლებრივ მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია და უხერხულით სამენაიდან ქვეყანაში პოლიტიკური მარცხაჯულება და პოლიტიკური პატიმარია ნიკა მელია. ეს ახლა ამ შემთხვევაში ივანიშვილის გადასაწყვეტია და ივანიშვილის გადაწყვეტილებას გაახმოვანებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ შემეძლია გითხრათ, რომ როდესაც პროკურატურა სამარცხინოდ იქცევა და აი ბინძურ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომელსაც სამართალთან კავშირი არაფერი არ აქვს, რომ თითქოს ყოველ წუთას შეუძლია მელიას პატიმრობიდან განთავისუფლება და თვითონ გასაღები საპრობილის ხელს ეს სამარცხინო განცხადებები დღეს დასრულდება როგორც უხუდები, იქიდან გამომდინარე, რომ თუ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, პროკურატურა აღმოჩნდება ხაფანგში, ვინაიდან თავიანთი პოზიციის გადახედვა მოუწევს და მათ უნდა დააფიქსირონ ამ შემთხვევაში აკვეთ ღონისძიების გარეშე თუ დააყენა დაცვის მხარემ შუამდგომლობა, უნდა დააფიქსიროს პროკურატურა მეთანხმება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობას, ამ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, ან გირავს. ეს სამი გამოსავალია.
პროკურატურას თავის პოზიციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში მოუწეს, ხოლო სამართლებრივ მსჯელობაზე და რაღაც სამართლის რაღაც თითქოს 1%-ის არსებობაზე აქ ამ შემთხვევაში მით უმეტეს ამ საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ საუბარი ზედმეტად არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან დიდი მადლობა. აკო მინაშვილი არის აქ ასევე. აკო, რამდენად მნიშვნელოვანი არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გარეთ ყოფნა აი პოლიტიკური პროცესებისთვის? რა შეცვლის ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაციონალური მოძრაობისათვის, ბუნებრივია, თუმცა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, ნიკა მელიას განთავისუფლება, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომ ქვეყანაში პირველი ნაბიჯი გადაიდგა სიტუაციის დასტაბილურებისათვის. ნორმალურ ვითარებაში განსხვავებული აზრის, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს არ უნდა დევდნენ და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოქალაქეების ინტერესებს იცემდნენ, ივანიშვილი სამწუხაროდ იყენებს ამ ინსტიტუტებს საკუთარი პირადი პოლიტიკური არაჯანსაღი ამბიციების დასაქმებად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს არის ძალიან ცუდი. ხელისუფლება 9 წელია იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარებები გამოსულ საკუთარ პასუხისმგებლობას ირიდებს და ოპოზიციაზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას მე მოლოდინებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან რთულია ამ ადამიანების პირობებში, ამ ხელისუფლების პირობებში მოლოდინებზე ლაპარაკი. ცხადია, რომ ნებისმიერი გაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, თუმცა თუ ნიკა მელია დღეს დარჩება ციხეში და ხელისუფლება მას არ გამოუშვებს, კიდევ უფრო მძიმე იქნება ხელისუფლების პოლიტიკური მომავალი. ეს ცხადია. ძალიან დიდი მადლობა. მოისმენთ პოლიტიკოსების შეფასებები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორედ ქართული ოცნების დაწერილი გადაწყვეტილება გახმოვანდება დღეს საქალაქო სასამართლოში. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ნინო ჩახნაშვილი ვალდებულია, რომ იმსჯელოს აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე. დათვის მხარის პოზიცია ცნობილია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ითხოვენ ნიკა მელიას აღკვეთის გარეშე დატოვებას, რაც შეეხება პროკურატურას. ჩვენ წინა დღეს არ ქონია პროკურორთან საუბრის საშუალება, ის ისე შევიდა დარბაზში, თუმცა წინა პროცესი, როდესაც იყო პროკურატურისგან, გვაქვს უკვე ჩვენ გაჟღერებული პოზიცია, რომ ისინი ითხოვენ ისევ გირაოს გადახდას. აი ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში როგორ ჯდება დაცვის მხარისთვის გაუგებარია, თუმცა ნახოთ რა იქნება დღეს პროცესზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო ჩახნაშვილი და რა პირობით გამოუშვებენ ან გამოუშვებენ თუ არა ნიკა მელიას საპატიმროდან. ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ნიკა მელიას შესაძლებლობა აქვს, რომ პროცესს დაესწროს. წინა პროცესი სწორედ ამიტომ გადაიდო, რომ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ და დარბაზიდან გაძევებულ ნიკა მელიას მისცა კვლავ საშუალება, რომ საკუთარი საქმის განხილვას დაესწროს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სასამართლო დარბაზში. და ასევე კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნიკა მელიამ ჩვენს კითხვებს უპასუხა საპატიმროდან, მაშინ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ მას გონია, რომ ისევ პატიმრობაში დატოვებენ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეშინია მისი, რადგან ის როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად მათზე უფრო მაღლა დგას და შესაბამისად მათ ეშინიათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელიასთან ერთად დასხდნენ. აი ეს არის ვითარება აქ საქალაქო სასამართლოს ეზოში. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ხედავთ თქვენ, აქ არიან სამოქალაქო აქტივისტებიც, ნიკა მელიას მხარდამჭერები, ასევე პოლიტიკოსები, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების ხდომა უკვე დაიწყო, როგორც ვიცი, საქალაქო სასამართლოში, ან რამდენიმე წუთში დაიწყება და სავარაუდოდ უახლოეს საათებში გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. ქეთა, დიდი მადლობა. ეს ჩვენი კორესპონდენტი ქეთა ციცქიშვილი იყო საქალაქო სასამართლოდან. ჩვენ საქალაქო სასამართლოს მოვლენების განვითარების შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში დაუბრუნდებით. ახლა კი დღის სხვა მთავარი თემები. უწყვეტი პროტესტის 170-მე დღე რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში დღეს აქციისთვის ემზადებიან. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ეს ადგილობრივების პასუხია მშვიდობიანი აქციის გუშინდელ დარბევაზე. გუმათის დასახლებაში იქ, სადაც კარვებია გაშლილი, ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდებიან. რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები უცვლელია. არ აშენდეს გიგანტური ჰესი, თურქულმა კომპანია ენკამ საქართველოში ოპერირებაზე უარი თქვას და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონივრულობა და ისინი არ შეგვატოვებენ პოლიციას, როგორც ეს გააკეთეს გუშინ. სამწუხაროდ ხელისუფლება მოსახლეობას და პოლიციას ერთმანეთთან აპირისპირებს. გასაგებია, რომ რამოდენიმე დღე შეიძლება გადაკეტო კონკრეტული სოფელი, კონკრეტული ხეობა, იმიტომ რომ ვიღაცის და რაღაცის უსაფრთხოება უზრუნველყო, თუმცა გავიდა ერთ კვირაზე მეტი, არ მიგვიღია სამართლებრივი ახსნა ხელისუფლებისგან, არ მიგვიღია დოკუმენტალური დამტკიცება იმისა, რომ ეს პოსტი, ბლოკპოსტი ემსახურება ნამდვილად უსაფრთხოებას და საპოლიციო მოქმედებას და რა თქმა უნდა ჩვენ დღეს მშვიდობიანი მსვლელობით
გავაგრძელებთ ხეობაში შესვლას. მოქალაქეებს მოუწოდებთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, რადგან ვიცი რომ არა მარტო ამ რეგიონის ამ ხეობის მოსახლეობა ამითი ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა, მთელი ემიგრაცია აღშფოთებულია, რომ ჩვენ ქართველ ერს გვაკადრეს ეს და ჩვენივე მიწაზე, ჩვენ ხეობაში მოგვიწყვეს ბლოკპოსტი, სადაც ადამიანებს აკავებენ საზღვრის უკანონო კვეთის მიზეზით. ნამახვანში კი პოლიციის დამატებითი ძალები შეყავთ. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ავტორი ამბობს, რომ გუმათის დასახლებიდან ნამახვანისკენ გზის ჩაკეტვის გამო დღეს დილიდან სამართალდამცველების მანქანები ასევე სპეცრაზმი ავტობუსით ჰესის მშენებლობის ადგილზე სოფელ ზარათის გავლით შევიდა. რიონის ხეობის მცველები იძულებულები გახდნენ პროტესტი რამდენიმე დღის წინ სოფელ ნამახვანიდან გუმათში გადაეტანათ. ჰესის მშენებელმა კომპანია ენკამ კი მათი კარვები ტრაქტორით გადაასწორა. კომპანია ამტკიცებს, რომ ადგილი სადაც კარვები იყო გაშლილი მათი საკუთრებაა. ესენი უფრო მეტი არიან, ახლა ნამახვანში ვიდრე აქტივისტები, რიონის მცველები, რიონის ხეობის მცველები. ეს სუსუს ავტობუსი ეს სად იყო რამდენი? ნამახვანსა და გუმათის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი პირდაპირ წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები მიზნად ისახავს რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას. არასამთავრობოები მოუწოდებენ გომელაურის უწყებას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებში დააბრუნოს, აქციის მონაწილეებს კი სოფელ ნამახვანში შეკრების შესაძლებლობა მიეცეთ. არასამთავრობოები მიმართავენ მთავრობასაც უარი თქვას ნამახვან ხესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო და რეპრესიულ ფორმებზე. ხელისუფლებას ჩვენ განცხადებით მოუწოდებთ, რომ შეწყდეს საპოლიციო ძალების გამოყენება, მიეცეთ პროტესტის მონაწილეებს პროტესტის განხორციელების საშუალება ისე, როგორც აქამდე ახორციელებდნენ, გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები მოიხსნას. საერთოდ იქამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა და დღეს უკვე აღარავინ აღარ მისცემს ამ ადამიანებს იქ დაბრუნების საშუალებას. კაც პოლიცია აგენტებს გაუგებარ განმარტებებს, რომ თითქოს იქ შესვლით სიტუაციის ესკალაცია მოხდება, თუმცა უკვე თვეებია ჩვენ ხედავთ, რომ პროტესტი მხოლოდ მშვიდობიან ფორმას ინარჩუნებს. ერთადერთი მიზანი გააჩნია ხელისუფლებას და ეს მიზანი არის ის, რომ პროტესტის მონაწილეებმა ვერ შეძლონ თავის კონსტიტუციურ უფლებებით სარგებლობა და სახელმწიფო გააკეთოს იქ ყველაფერი ისე, როგორც თვითონ უნდა. ის რომ ნამახვანის ხელშეკრულება კაბალურია და ასე შემდეგ, ამას მეგობრებთან უკვე თვითონაც აღარ ამბობენ არაფერს. ამ თემას გავცდით, მაგრამ აქ ჩვენ დავინახეთ ზუსტად ის საშიში ნაბიჯები, რაც რეალურად ჩვენ გვაახლოვებს უფრო პუტინის რუსეთთან ვიდრე ევროპასთან, ხო? იმიტომ რომ აქ რეალურად გამოვიდა ისე, რომ თუ სახელმწიფო სურს, მას არც კონსტიტუცია ზღუდავს, ეგრე გამოდის, ხო? არც კანონი, არც არაფერი, ის ხო საკუთრებაში შეუძლია შეიჭრას. ყველაფერის ჩადება გაგვიგია, მაგრამ აი არყების ჩადება რაღაცა ახალი ნოუ-ჰაუა კიდევ, ხო? თითქოს რაღაცა არასანდო ქცევებს ჰქონდათ ადგილი. რეალურად საზოგადოებას გაუგზავნეს სიგნალი, რომ ნებისმიერ თემაზე, რასაც მთავრობა ჩათვლის, რომ მისთვის არ არის ეს მისაღები, ის ამას იზავს. ხელისუფლების არჩეული გზა ეს გამწვავების გზაა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართულ ოცნებას მიმართავს და რიონის ხეობის კრიზისის გადაჭრას ითხოვს. ომბუდსმენი წერს, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალის მიერი გზა აირჩია, რაც არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზა. სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს დაიწყოს დიალოგი მოსახლეობასთან და ის გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ყველა შეკითხვაზე კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი გაცემული არ იქნება. ნინო ლომჯარია ძალოვან უწყებასაც მიმართავს, რომ რიონის ხეობაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პოლიციამ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება იმისათვის, რომ მათი მშვიდობიანად შეკრება შეძლონ. ის რომ საქართველოს ენერგოსისტემა ნამახვანის გარეშე რუსეთზე იქნება დამოკიდებული დიდი ტყუილია, განცხადება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გააკეთა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ჰესები ჭირდება, მაგრამ უსაფრთხო და ეკონომიკურად დასაბუთებული. მისი თქმით, ენერგეტიკულ კონტრაქტებში კორუფციის რისკები ძალიან მაღალია და ნამახვანის შემთხვევაშიც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ხელისუფლება სპეკულირებს იმაზე, რომ თურმე ჩვენ ნამახვანის გარეშე ერგოდამოუკიდებლები ვერ ვიქნებით და ეს რუსეთის ინტერესი ყოფილა რატომღაც
რუსეთზე ჩვენ არანაირად არ ვართ ენერგეტიკულად დამოკიდებული. არანაირი პრობლემა ქართულ ენერგეტიკას უკვე დღეს მდგომარეობით არ აქვს. და აი ეს სპეკულაციები და რუსეთის თემის შემოგდება, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა და მეტი არაფერი. ესეთ კონტრაქტებში კორუფციული რისკები არის მაღალი. თვითონ გაცხადებული ინვესტიციების ოდენობა ჩემში ბადებს გარკვეულ კითხვებს, ამ სიმძლავრისას რატო ჭირდება ახლა ინვესტიცია და შესაბამისად რამდენად ესე რომ ვთქვათ ობიექტურად არის ტარიფი დადგენილი და ხომ არ არის ამ ტარიფში გარკვეული კორუფციული რისკები. პოლიციის მხრიდან სავარაუდო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გუშინ სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. მოგვიანებით საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც 6 აქტივისტი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი კი 1 თვის შემდეგ 11 მაისს გაიმართება. რა თქმა უნდა არ გვაქვს იმედი იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ სათანადო რეაგირებას. ეს ადამიანები სამართალდამცავები კი არა, რეალურად სახელმწიფოს მხრიდან არის დევნის ობიექტები, თითეული მათგანი. ეს ხელისუფლება ადრე თუ გვიან პასუხს თავად აგებს და ისინი დაждდებიან იმ სკამზე, რომელზეც ეს ადამიანები ისხდნენ დღეს. მათ შორის აქ სოხუმელებიც იყვნენ, დევნილები. აფხაზეთის მთავრობას აქვს სამართლებრივი ვალდებულება მოახდინოს სამართლებრივი დაცვა ამ ადამიანების, რასაც ყურს არ იბერტყავენ, იმიტომ რომ მათ შევეხეთ პროტესტი გაღვივდა მათ შორის აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ. მე დიდი იმედი მართლმსაჯულების არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არის თავიდანვე პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს დაკავება იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იმ კუთხით, რომ პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე იყო გადმოსული პოლიცია და ამ ფონზე ჩვენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაგვაჩერეს დილეგში 11 საათი დაახლოებით და სპეციალურად გაგვიწელეს გვიანობამდე ეს სასამართლო, რომ ისევ არ დაუბრუნებულიყავით და არ მოსულიყავით აფხაზეთის მთავრობასთან და ასევე ჩვენს ასე ვთქვათ ჯანდაცვის მინისტრად. ეს არის ამაზერზენი ფაქტი, გვაყურყოდა 11 საათი იმ დილეგში, სიბინძურეში და ბოლოს წარმოადგენელი მეუბნება პირადად მე ადამიანს დევნილს, რომ რატომ ხარ ესეთი ემოციურიო. ემოციური ვიქნები, რა თქმა უნდა, იქ ყავს ნათესავები და ამ ხელისუფლებას ის ხალხი საერთოდ არაფრად არ მიაჩნია და არაფრად არ აგდებენ. მაგრამ აუცილებლად აგებენ პასუხს ამაზე. ჩემზე აღწეს 195 მოხლის, ის დაზიანება, როდესაც ვაძებ მთავარს ინტერვიუს, მაგ დროს ჩემს უკან იყო საპატრულო მანქანა, რომელიც აამუშავა და უბრალოდ შეხვდი და უბრალოდ კაპოტი ოდნავ ჩაიღუნა, ხო, მაგაზე. მაგათი ბრალი იყო დაკავებული ყავდათ მანქანაში, მე წინ არ ვიცოდი, ვაძებდი ინტერვიუს და ფეხებთან მომიყენა ამის გადამიერდა. ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე, რაც ამო დაგვიჭირონ ჩვენ ყველა აქტივისტი, ხო ვერ დაგვიჭერენ ყველას, ხო? აუცილებლად დავამთავრეთ ივანიშვილს. საპროტესტო კარავი აიღო პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან. ბიზნეს სექტორის 2 წარმომადგენელი ამ ფორმით ცდილობდა ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის საათი და შეზღუდვები გაეპროტესტებინა, რადგან მათი თქმით მცირე და საშუალო ბიზნესი ნადგურდება. მოგვიანებით პოლიციამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ცოტნე ჯაფარიძე 2000 ლარი დააჯარიმა იმ მოტივით, რომ მას კომენდანტის საათის ამოქმედების გამო გადაადგილების უფლება აღარ ჰქონდა. კომპანია Traffic Travel-ის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ პოლიციის ჯარიმა უკანონოა, რადგან მას ღამის 2 საათამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშვებული საშუალო ჰქონდა. ჯაფარიძემ ქვითარი არ ჩაიბარა, ის 2000 ლარის გადახდას არ აპირებს და უკანონო ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს. SMS-ი არ აღნიშნავს, შესაძლებელია სხვისი ნომერიც იყოს იქ მითითებული რა. შეგიძლიათ შეამოწმოთ სხვა საშუალებიც არის ძალიან ბევრი საშუალება. ამიტომ აქენა გამომდინარე 10 დღის განმავლობაში მივბრძანდით ნოერამიშვილის 33 ნომერში და გაარკვიეთ მიწერეთ. არა, გავარკვიეთ, თქვენ რა საკეთებთ ახლა? არის აბსოლუტურად უკანონო, იმიტომ რომ მე მაქვს SMS-ი მისული, ვიცი რომ 2 საათამდე მაქვს გადაადგილების უფლება. მიხავთ იმისა, რომ ეს ოფიციალური საშუალება არსებობს გადაადგილების. ჩვენი საამაყო ბწყალებში პოლიცია პირდაპირ მოდის და არღვევს კანონს და გეუბნება თეთრზე რო არის და იმ საჭიროა რომელიც მე გამომწერა ტელევიზიამ, იმიტომ რომ მოდივარ პირდაპირ ეთერიდან, ტელეპიროზე მქონდა პირდაპირ ეთერი და ეს საშვი ანუ რეალურად ეს არა ლეგალურად თვითონვე აღიარეს თავისივე გაცემული საშვის არალეგალურობად და გამომწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც რა თქმა უნდა არ ჩავიბარე, იმიტომ რომ აი აქ მაქვს ფაქტი და ამას აუცილებლად იურისტებს მივაწვდი და დავიწყებთ ამ საქმეზე მუშაობას. მესამე დღე არის და მესამე შემთხვევა არის
შეუპოვრად ვიბრძოლებ, იმიტომ რომ ვთვლი რომ უსამართლობა არის. მე როგორც ერთ მოქალაქეს ვთვლი რომ უნდა ყურადღება მომაქციონ და შემხდნენ და ერთი ადამიანი ყოველთვის ქმნის ამინს და არ წაიღეს უბრალოდ სასაცილო არის კანონით მეკუთვნის აქ მზად არიან რომ ქუჩაში ვიდგე და ვიდგები, ყარავში ვიდგები თუ ისე ვიდგები რა მნიშვნელობა. მიზანი არის პროგნოზირებადი გარემო გაუქმდეს კომენდანტის საათი. ეს ბრმად ცხოვრება და ბრმად ნდობა ეპიდემიოლოგების არ შეიძლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე დღეს გამოძიებამ AstraZeneca-ს ვაქცინის ის ფლაკონი უნდა ამოიღოს, რომლითაც 27 წლის მეტ დააიცრა. ადვოკატების საქმეზე არაერთი კითხვა აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამიზნულად იგვიანებს, რადგან ამ დოკუმენტით არაერთ უზუსტობას პასუხი გაეცემა. მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლებადამცველებისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა 30 წუთის განმავლობაში 10 პირისაცრა და ამ ნაწილში კითხვის ნიშნებს აჩენს მოწმეთა ჩვენებებში არსებული უზუსტობებიც. გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც დამაგრდება საქმეზე, გვექნება საშუალება რომ დავათვალიეროთ ეს ფლაკონი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რატომ აწერია ფლაკონს 11 საათ და 40 წუთი, ან თუ 11 საათსა და 40 წუთზე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა. დიდი ხანია ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას. თუმცა რატომღაც აგვიანებს ჩემს ხელთ არსებული პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით სამხარაულს ძალიან უჭირს და დასკვნის დაწერა, თუმცა კონკრეტულად რატომ და რაში არის მიზეზი ამის შესახებ არ ვარ ინფორმირებული. ბათუმის ბულვარის დირექტორი, რომელიც ბულვარში მშენებლობებსა და ობიექტების გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დირექტორობიდან ოფიციალურად გაშვების მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა. ირაკლი ჯინჭარაძე დასკვნაში პოსტიდან გადაყენების საფუძველს ვერ ხედავს და გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ განცხადებას უკავშირებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე კი დარწმუნებულია, რომ გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ჯინჭარაძის პოზიციას, რომლითაც ის ბათუმის სანაპირო ზოლის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა. ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის თაუერისთვის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას არ ეთანხმდებოდა, რასაც ხელისუფლების მხრიდან რადიკალური პასუხი მალევე მოყვა. არ ვიცი, ბრძანება ჩემამდე ჯერ არ მოსულა, მე არ მინახავს ტელევიზიით გავიგე და ტელევიზია ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა და აუდიტის დასკვნის რა პუნქტზე და რა კერძოდ საუბარი და რას არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ის, რომ რაც ჩემ გამოსვლის შემდგომ ჯერ სამსახურის ლიკვიდაცია გამოაცხადეს, შემდგომ უკვე როგორ მოხდა ლიკვიდაცია მარტივად ვერ ხდება, მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ეხა სიღრმე არ ვიცი, ჩემთვის არავის არ გაუთხილები ვარ, არ უცნობია, მე თვითონ ბრძანებას კი არ მინახავს, რომ რა არის ბრძანების საფუძველი. ვიცი ტელევიზიიდან. სინამდვილეში ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორის პოზიცია შეეწირა მის პიროვნულ თანამდებობრივ პოზიციას, რომ ის არ უჭერდა მხარს პლაჟის გასხვისებას. მე მგონია, რომ ამით იმას სამაგიერო გადაუხადეს ამ ყველაფრით და რეალურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა არის აქ ინსტრუმენტი, რომლითაც ისინი სარგებლობენ. კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი, რომ სინამდვილეში აქ მთავარი არის რომ როდესაც ვინმე არის ხელმძღვანელი პოზიციაზე, მან თქვას ის და გააკეთოს ის, რასაც მას ეკვლია და არა ის, რასაც კანონი ამბობს, ან რაც ქალაქის ჭეშმარიტ ინტერესებს შეიძლება შეესაბამებოს. ევროპის ჩემპიონები ძალოსანთა ნაკრების წევრები, მათ შორის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ანტონ პლესნოი თბილისში დაბრუნდნენ. ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე ასპარეზობით ძალოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალოსანთა ნაკრებს გულშემატკივრები დახვდნენ. ევროპის ჩემპიონატი კი ლაშა ტალახაძისთვის ტრიუმფად იქცა. 3 ოქროს медаლი მოიგო და მისივე მიღწეული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს медаლი მოიპოვა, რითაც მამაკაცთა ასპარეზობაში პირველი, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამდენად ადვილად დავძლე ის წონები, რაზეც მე რთული საქმეა, მაგრამ შევეცადე, რომ მაქსიმუმთან მიახლოებული შედეგი გამეკეთებია და ზედმეტ რისკზე არ წავსულიყავით, ესე გადაწყვიტა ჩვენმა თავმოწყობილმა და ჩემმა პირადმა წვრილმა ავთო გახოკიძემ. ნუ რა თქმა უნდა, მაინც საბოლოო ჯამში კარგი შედეგი დავდეთ, ახალი მსოფლიო რეკორდები დავბრუნდით ჩვენ საქართველოში და მოვახერხეთ ისე, რომ შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველოს იმ ნაგვეჟღერებინა და გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით ჩვენს საქართველოში. არა მარტო მე, ანტონ პლესნოის 9 აპრილის
გამარჯვებით და გამარჯვება მოიპოვა და აღგზა საქართველოს მინდა ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვისაც და ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვის და ძალიან დიდი სტიმული შემატა ამ ყველაფერმა და გამაძლიერა და მომცა იმის სტიმული რომ მეც რა თქმა უნდა კარგად მოვამთავრებია ეს ევროპის ჩემპიონატი. ჩემთვის გასაგები იყო რომ 9 აპრილი არის მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოსთვის. წაგების არანაირი უფლება არ მქონდა და მხოლოდ გამარჯვება უნდა მომეპოვებინა. ამიტომ მთელი ძალისხმევა გამოვიყენე რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის გამემარჯვა. ეს გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პოზიტივის მომტანი და როდესაც ასეთი ლიდერი გყავს, კიდევ ვიმეორებ, უნდა გაუთხილდეთ ერთმანეთს. მით უმეტეს მნიშვნელოვანი იყო, როდესაც აღჟღერდა ქართული ჰიმნი, აიწია დროშა, მაგრამ შემდეგ ბოლო დღეს ლაშამ ეს ყველაფერი იმდენად გაალამაზა, რომ ასეთი სპორტსმენი უნდა იამაყოს საქართველოს და დარწმუნებული ვარ ამაყობს კიდევაც. ახლა კი ჩვენ ისევ ვუბრუნდებით თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ამ წუთებში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტი ქეთა ციცქიშვილი მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება და გვეტყვის იმას თუ რა ხდება სასამართლო პროცესზე და ასევე საქალაქო სასამართლოს ეზოში. დიახ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ცოტა ხანში გახდება ალბათ ცნობილი პირველი რასთან დაკავშირებით დაიწყეს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა, თუმცა მანამდე აქ ეზოში შეკრებილი არიან, როგორც გითხარით, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, ყველა ერთად ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი და გამოუშვებენ თუ არა ნიკა მელიას დღეს გარეთ. ირაკლი ოქრუაშვილი არის ჩემთან ერთად აქ საქალაქო სასამართლოს ეზოში, ის ნიკა მელიას მხარდასაჭერად მოვიდა. ბატონო ირაკლი, თქვენც მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნა იმ კუთხით, რომ თქვენს მიმართაც ასეთი საქმეები იყო და განაჩენიც კი გამოიტანეს, შემდეგ შეწყალება იყო. აი რა მოლოდინები გაქვთ თქვენ ამ პროცესთან დაკავშირებით, გამოუშვებენ თუ არა დღეს ნიკა მელიას? ზუსტად 1 წლის წინ 13 აპრილს 5 წელი მომისაჯეს ამ დღეს იგივე საქმეზე, იგივე მოწვევებით, იგივე პროკურორებით. მოლოდინებსაც შეეხება და შესაბამისად აქედან გამომდინარე სოლიდარული ვარ ნიკა მელიასი, ნებისმიერი ადამიანის მიმართ იქნება სოლიდარული, რომელიც სამართლობის სფეროპლე იქნება ქვეყანაში და მოლოდინებსაც შეეხება ძალიან რთულია ზოგადად პროგნოზი გააკეთო იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ადეკვატურობა არ ახასიათებს. ნიკა მელიას ყოველდღიური პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად ძალიან ცუდად უჯდება და ხელისუფლება ამაზე სწორ დასკვნას ვერ აკეთებს. და ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში საკმაოდ შერწყმელები გამოვდივართ მისი ამ პატიმრობის შედეგად და ის თითიდან გამოწვეული არგუმენტი რომ თითქოს გირაოს არ ეხტის, რაც მესამე კურსელი იურისტებისათვისაც კი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაც კი სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. არის სრულიად ხელოვნური და ამას არ ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ იღებენ. რაც მალე გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას, მით ძალიან კარგი ქვეყნისთვის, მათთვისაც რა თქმა უნდა პირველ რიგში და ქვეყნისთვის. არ შეიძლება 21 საუკუნეში ტყვეები აკავდეს ოპოზიციიდან, ვაჭრობდე მათით და მე ამას რაღაც დათმობათ ასაღებდე მათ გათავისუფლებას. მაშინ როდესაც ქვეყანა რაღაც იძერება პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჭაობში, ფინანსურს და სხვა ტიპის რაღაც სოციალურ პრობლემებს აღარ ჩაურმავდეთ, ასე რომ ერთი ხელის დასმით შეიძლება ეს პრობლემა გადაწყდეს. თუ ხელისუფლებას კეთილინება ექნება. ბატონო ირაკლი, აი შარშ 1 წლის წინ 13 აპრილს გამოიტანეს თქვენი განჩენი. თქვენ რას ელოდებოდით მაშინ და როგორ ფიქრობთ, აი ნიკა მელიას საქმე როგორ განვითარდება ამ კუთხით? დღეს აღკვეთია, აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ მარტო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ცხო უნდა მივიდნენ. ანუ აი თქვენი განაჩენიც ასე ვთქვათ ხელისუფლების დაწერილი იყო, ხომ ასე ფიქრობთ? აი თქვენ რა მოლოდინით იყავით და ეხლა რა პარალელს გავა? ჩემი საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას მე მოყვა ძალიან მკაცრი რეაქცია ამერიკის საელჩოს მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან განცხადებების ფონზე და სრულიად არაადეკვატური იყო ის განაჩენი, რომელიც ჩემ საქმეზე დადგინდა 8 მარტის შეთანხმებიდან დაახლოებით 1 თვეში. აქაც იგივე ვითარება, ზუსტად აი მაგას ვამბობდი, რომ 1 წლის თავზე ერთ და იგივე წელზე ვტრიალებთ ისევ. ნიკა მელიას პატიმრობა არის პოლიტიკური, ამას წყალი არ გაუვა, ის არის დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ამ შემთხვევაში ივანიშვილი იღებდა გადაწყვეტილებას. ჩვენ ნახეთ გახარიას მე რაღაცა მანევრი თუ ტრიუკი, რომელიც მას ვერ გამოხდა სიტუაცია, უფრო გაართულა პირიქით ღარიბაშვილის გაპრემიერებამ. ამიტომ რაც მალე გამოუშვენ მას და მით უმეტეს სხვა გზა არ არსებობს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ნიკა მელია გათავისუფლდება. რაც მალე მით უკეთესი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ოქრუაშვილს უსმენთ და ალბათ ძალიან ისეთი პარალელია 1 წლის წინ ზუსტად 13 აპრილს იგივე საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოუტანეს გამომტყუნებელი განაჩენი და შემდეგ ნახეთ როგორ განვითარდა პროცესები, რომ შეიწყალეს ის და გამოუშვეს საპატიმროდან.
ჩემთან ერთად არის ასევე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც რა თქმა უნდა იმყოფება საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მხარდასაჭერად. ლევან, მოლოდინებზე საუბარი ალბათ ცოტა რთულია, მაგრამ რას ფიქრობთ, მაინც რა აწყობს ქართულ ოცნებას თუ გამოუშვებენ, ანუ მათი გადაწყვეტილებაა, ხო ეს როგორი მოქმედებენ დღეს? კეთა პირდაპირ ვთქვათ, ეხლა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მეტიც კობახიძემ ეს რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში მოყვა, რომ პოლიცსაბჭომ და ქართული ოცნების გუნდმა მიიღო ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება, ანუ ამას სამართალთან რომ კავშირში არ აქვს, ეს ცხადაც თავადაც ახსნეს. ეხლა დღეს შესაბამისად უნდა ჩვენ იმას კი არ უნდა ვივარაუდოთ ან პროგნოზი იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ სასამართლო რას იტყვის. არამედ ქართული ოცნება რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს არის ყველაზე მძიმე, რომ დღეს სასამართლოს ეზოში რომ ვიმყოფებით, ეს ყველაფერი არის ფორმალობა, იმიტომ რომ აქ კი არ წყდება ეხლა ნიკა მელიას ტყვეობიდან და მძევლობიდან გაათავისუფლებენ თუ არა. წყდება ქართული ოცნების ოფისში, შუშის სასახლეში და ბიძინა ივანიშვილი და ეს მაფიოზი ხალხი წყვეტს, ასე ვთქვათ, აი ჩვენი ქვეყნის ბედს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ნიკა მელიას პატიმრობა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეს არანორმალურია, არასწორია და მეტიც კიზინგერმა ციტირებ თქვა, რომ ეს არის სრული სიგიჟე და სისულელე, ხო? როცა მელია დააკავის მით უმეტეს იმ ფორმები და მით უმეტეს იმ საქმეზე, რომელიც ოკუპაციას ეხება. ხა წარმოუდგენელია, ქვეყანა არ არსებობს, ალბათ მე არ ვიცი ესეთი რამე, რომ ქვეყნის ტერიტორია იყოს ოკუპირებული და ანტისაოკუპაციო აქციის ლიდერს ანტისაოკუპაციო აქციის, ასე ვთქვათ, აქციაზე ლიდერობის გამო აკავებდნენ. ხო, ეს ხო წარმოუდგენელი რამეა, რაც შეეხება საბოლოო ჯამში კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რა განაჩენს დააყენებენ, ეს მათ პატრონებზია სავარაუდოდ დამოკიდებული, იმიტომ რომ პირდაპირ ვიცით, რომ გავრილოვის და პუტინის დავალებას ასრულებდნენ თავის დროზეც, როცა ეს დღე მოხდა, ხო, 20 ივნის გულისხმობ, როგორც კი გავრილოვმა და რუსებმა დაიწყეს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა, იქიდან 3 დღეში ზუსტად ამ საქმეზე აღძრეს საქმე, ხო? როგორც კი ასე ვთქვათ, თქვენს მათ რო კონკრეტული ადამიანები უნდა ასე ვთქვათ, დაისაჯონ, დაიწყეს აქტივისტების დაკავება. შემდეგ უკვე ნიკა მელიას წარუდგინეს ბრალი და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ სოფლიოში მხოლოდ 2 დედაქალაქია, გულისხმობ ოფიციალურ თბილისს და ოფიციალურ მოსკოვს, სადაც უხარიათ ჭყალებში, რომ აი ნიკა მელია ყავთ ძევლა დაყვანილი. ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ქვეყანა იღებს ზიანს და მაყურებელს, რომელიც ჩვენ გვიყურებს ახლა და შეიძლება ვერ გაუგია, რომ აი ნიკა მელია იჯდება თუ არა ციხეში, აი მეო რაში მეხება შეიძლება ფიქრობდეს, ხო? მეგობრებო, იქ სადაც დემოკრატია არ არის, სადაც თავისუფლება არ არის, სადაც სასამართლო არის ფორმალობა, წარმოუდგენელია იქ ეკონომიკური დოულათი შეიქმნას და თქვენ რომ ახლა მაცივარს გააღებთ და ის მაცივარი цаრიელი გაქვთ, მათ შორის პირდაპირ პროპორციულია იმ საქმიანობასაც, რასაც ქართული ოცნება ეწევა. აქ არც ინვესტორი შემოვა, არც არავინ დაგვეხმარება, არც არავინ შემოგხვედავს და იმიტომაც ვართ ასეთ ძიმე მდგომარეობაში, რაც სწრაფად გაათავისუფლებენ მელიას მძევლობიდან და ტყვეობიდან, მით მალე დაბრუნდება პოლიტიკური პროცესის ნორმალურ ეტაპზე და პლუს ამის შემდეგ უკვე სწრაფად უნდა ვიფიქროთ იქამდე, რომ მივიდეთ რიგგარეშე თავისუფალ არჩევნებამდე. ძალიან დიდი მადლობა. აქ როგორც გითხარით, არიან ახალგაზრდებიც, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, მელიები არიან აქ, აი ხედავთ თქვენ ნარინჯისფერ ფერებში მათ. ქეთა ქობალიას ვკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა და მოლოდინი გაგვთქვა, რომ დღეს გამოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული გუნდი მელიები დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს უფრო ნათლად, რომ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები, როგორც არის პირველ რიგში ნიკა მელია. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს პოლიტპატიმრების გამოშვება და რაც უფრო დიდხანს გაწელავენ ამას დროში, მით უფრო დამაზარალებელი აღმოჩნდება ეს მათთვის. ჩვენს დღეს აქ მოვედით პატარა პერფორმანსით, რომელსაც ცოტა ხან საინტერესო პერფორმანსი იქნება, რომელსაც ცოტა ხანში ნახავთ. ძალიან დიდი მადლობა და მელიების გარდა აქ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, დიმიტრი ბიძინაშვილი არის ასევე აქ და აი გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გამოშვება და ზოგადად მოლოდინები როგორი გაქვთ თქვენ, რამდენად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ის გამოუშვა საპატიმროდ? მოლოდინებზე ლაპარაკი ცოტა რთული არის, ქართულ ოცნებაში ხომ არ არიან პოლიტიკოსები, ხო? აქ არიან მოყრილი ისეთ თავი მოიყარეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდნენ და ზოგი მისი კბილის ექიმი იყო, ზოგი მისი ქოლგის დამტარებელი და ასე შემდეგ და ამ ადამიანებისგან რაღაც მოლოდინის გამოცნობა ცოტა რთულია. რაც შეეხება ნიკა მელიას განთავისუფლებას, ეს აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქვეყანა ამ კრიზისთან უნდა გამოვიდეს და უბრალოდ ვერ გადარჩება სხვაგვარად და ნიკა მელიას პროცესი რო არის მთლიანად პოლიტიკური და მას არავით არ იკავშირია რა სამართალთან. ჩვენ ნახეთ თუნდაც იმის ფონზე, რომ გავრილოვის განცხადების მერე მოხდა მისი დაკავება, ჩვენ ნახეთ რომ კობახიძემ და
გახარიან პირდაპირ ეთერში მოყვნენ თუ როგორ იგეგმებოდა მელიას დაკავება, რომ რაღაც დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ, რომ გახარია თავიდან იყო თანახმა, რომ ნიკა მელია დაეკავებინა და მერე უცბად აღარ იყო და ასე შემდეგ და ამას თუ ჩავყვებით, მიხვდებით, რომ არანაირი კავშირი არ აქვს და დღეს ეს სასამართლო გადაქცეული არის ივანიშვილის პირად ჯიბის სასამართლო და იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც დაწერენ მაგალითად ოცნების ოფისში და მოლოდინების გამოცნობა აქედან გამომდინარე არის რთული. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, თუ რატომ უნდა უდოდეს ნიკა მელიას გამოშვება და რომ თქვათ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ქვეყნისთვის, აი მინდა მათ უთხრა, რომ ამ ქვეყანაში თუ გვინდა რომ რაღაცა შევქნათ და რაღაცა სამართლებრივ სახელმწიფოზე შევთანხმდეთ, მაშინ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნა სხვადასხვა ადამიანების მიმართ იმის გამო, რომ ისინი გამოხატავენ საკუთარ აზრს და ეს აზრი განსხვავებულია ქართული ოცნების აზრისგან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერს ჩვენ თუ მივახცევთ, მაშინ ხომ ის კრიზისი თუნდაც ეკონომიკური აღარ იქნება ქვეყანაში ინვესტორები, რომლებიც დღეს ერიდებიან საქართველოს შემოსვლას და ფულის ჩადებას, ისინი შემოვლენ, როცა დაინახავენ ამ სამართლიან გარემოს და ყველა ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს და დღეს ნიკა მელია არ არის მხოლოდ ნიკა მელია და არძის იმიტომ რომ მხოლოდ ნიკა მელია არის ის იმის გამო რომ იდგას ანტისაოკუპაციო აქციაზე და დღეს მას ასამართლებენ ყველა იმ ადამიანის მაგივრად, რომლებიც ვიდექით იქ და ვაპროტესტებდით გავრილოს და საქართველოს სუვერენიტეტის შეილახვა, საქართველოს შეურაცხყოფას რუსი ოკუპანტების მიერ, რომელი ადამიანებით არასდროს არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რატომღაც ქართულ მოძრაობამ გადაწყვიტა რომ ჩაესვა მთავარ სავარძელში, პარლამენტის სავარძელში და ამით შეურაცხყოფა მიეყენებინა და გამოეწვია ქართველიერი, რაზეც მათ მიიღეს საკადრის პასუხი, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება ოკუპაციას და სწორედ ამიტომ ისჩება ნიკა მელია დღეს და ისჩება არა მხოლოდ მის მაგივრად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამედ იმ ადამიანების მაგივრად, რომელიც იდგნენ საოკუპაციო აქციაზე. მადლობა, გიორგი კაპანაძეს არის და მოკლედ ვკითხოთ მას მოლოდინების შესახებ, თუ გაქვთ რამე მოლოდინი, რომ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოკლედ რომ გითხრათ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ყველა მეცის რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, ნიკა მელია იქნება გარეთ და ის იქნება დახსნილი პოლიტიკური პატიმრობიდან. თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩათვლის საჭიროს და მასთან ერთად მოსკოვი, მაშინ ნიკა მელია დარჩება პოლიტიკურ პატიმრობაში. მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი ხალხმა. ან უნდა გააგრძელოს ქართულ მოცნებამ გზა რუსეთისაკენ, საიდანაც მიგვაქანებს ჩვენ თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას, ან უნდა შებრუნდეს ევროკავშირისაკენ. ქართული ხალხის ნება არის, რომ ჩვენ მყარად დავდგეთ ევროკავშირის გზაზე. ამიტომ გჭირდება ნიკა მელიას გათავისუფლება. ამიტომ გჭირდება გიორგი რურვას გათავისუფლება. ამიტომ გჭირდება ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის ნიკა გვარამიას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ. მეგობრებო, ეს არ არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესი. ეს არის თითოეული ჩვენგანის ინტერესი, რადგან ამაზე მათ შორის ამაზე არის დამოკიდებული ის, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. წავა ევროკავშირისაკენ თუ დაბრუნდება რუსულ წიაღში, საიდანაც როგორღაც ამოვედით და აღარ გვინდა რომ იქ უკან დავბრუნდეთ. ამიტომ თითოეული ჩვენგანისათვის არის ინტერესი, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ. ნიკა მელია არის არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ არის საერთო ოპოზიციური ფრონტის ლიდერი და ეს არის ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლა. მადლობა გიორგი, რაც შეეხება ამ პროცესზე, ამ დროისთვის პროცესზე რა მიმდინარეობს, ადვოკატებმა რამდენიმე წუთის წინ, როდესაც დაიწყო პროცესი, დააყენეს შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო სხვა მედიების დაშვებას პროცესზე და მომხდარიყო პირდაპირ ტრანსლირება ამ პროცესის, თუმცა ნინო ჩახნაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ახლა კი ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აყენებს შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით. ეს მტკიცებულებები კი არის ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, სადაც მან პირდაპირ აღიარა, რომ 17 თებერვალს ქართულ ოცნებაში მაშინ მსჯელობდნენ, როგორ დაეკავებინათ ნიკა მელია, როდესაც ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული ადვოკატების მტკიცებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ მაშინ 17 თებერვალს ნინო ჩახნაშვილმა გაახმოვანა ქართული ოცნების მიერ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება და ეს არის პოლიტიკური საქმე. და ასევე მეორე მტკიცებულების დართვას ითხოვს, რომელიც არის ივანე გულაშვილის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს 20 ივნისის შესახებ, რომელიც მთავარი არხის ეთერში გავიდა, სწორედ აი ამ ორი მტკიცებულების დართვას ითხოვენ ნიკა მელიას ადვოკატების საქმეში. ახლა მიმდინარეობს ამ ყველაფრის ამ შუამდგომლობების განხილვა, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო ჩახნაშვილი. ამის შემდეგ კი სავარაუდოდ უკვე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ დღევანდელ სხდომაზე და სულ ცოტა ხანში გვეცოდინება უკვე აი ამ მიმართულებითაც რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო ჩახნაშვილი.
კეთა, დიდი მადლობა. ეს ჩვენი კორესპონდენტი კეთა ციცქიშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში პოლიტპატიმარ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, როგორ განვითარდება პროცესები. მთავარი არხი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ზუსტად 12 საათზე ახალი ამბებით საქალაქო სასამართლოდან ისევ დაგიბრუნდებათ. მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.